გამარჯობათ, მე მინდა განსაკუთრებით მივესალმო ჩემს პატარა მკითხველებს და რა თქმა უნდა უფროსებსაც. მოგესალმებით და წაგიკითხავთ რამდენიმე საბავშვო ლექსს. გასჯობია. უღრან დღეში ცხოველებს გაუმართავთ კამათი. ნეტავ მოგასმენინათ საუბარი ამათი. მელა ამბობს, ვარია ისე გემრიელია, თუ მას ჯობდეს რაიმე მე არ მერქვას მელია. აბურდღუნდა დათუნა. რაებს ამბობს, ვაიმე, თაბზე კარგი ამ ქვეყნად განა არის რაიმე. ტოტზეც სიყვი ჩამოჯდა, ტოტი დაბლა დახარა, მელას კაკლის ნაჭუჭი თავზე გადმოაყარა. აბა რას ამბობთ, რა თაფლი, რის ვარია? არიცით რომ კაკალი ყველაზე მთავარია? ბუჩქებში ზის კურდღელი, გამოსვლა არ ინება, თუმცა ვარიას კი აქებს მელას ნდობა იქნება? მაგრამ მაინც ვერ ითმენს თავისი რომ არას თქვას, რა ჯობია სტაფილოს ანდა ქორფა სალათას. მელამ კუდი ასწია, კურდღელს დაუტატანა. რა სტაფილო, რას ამბობ, არ მაქვს მაგის ატანა. ამ დროს იქვე პირღია მგელმა გამოიარა, ყური მოჰკრა კამათს და თვალი დააბრიალა. ნეტავი თქვენ, საჭმელის ასარჩევად ცალია? ყველაფერს ვჭამ, როდესაც ფშიერი ვარ ძალიან. გიგას ლექსი. ვინამაგრებს ცაზე ნეტავ, ღამით ბრწყინავ ვარსკვლავებს? ანდა სავსე მთვარეს მაღლა ვისი ხელი აკავებს. ცისარტყელას დასახატად რას ხმარობენ? აკვარელს? მზე რომ ჩადის და ამოდის, ცაზე ფეხს არ აკარებს? ვისაც ვკითხე, არ პასუხობს, ხოლო ჭკუას მარიგებს. ჯერ პატარა ბიჭი ხარ და გაიზრდები, გაიგებ. ახლა უკვე სხვაზე მეტად ეს კითხვა არ მასვენებს. ნეტავ, მალე გავიზრდები, წვიმა თუ დამასველებს? კომბოსტო. ვეკითხები დედიკოს, ვეკითხები ბებიას. იქნებ მითხრათ ბავშვები როგორ იბადებიან. როგორ გავჩდი მე თვითონ ბავშვი რომ მოინდომეთ, მეუბნება ორივე კომბოსტოში გიპოვეთ. ვერაფერი გავიგე, მე რა ვკითხე მამიკოს, ან თვითონ მიპასუხოს, ან და სხვისგან გამიგოს. დედიკომ და ბებიამ მამაც გადაიბირეს, კომბოსტოში გიპოვეთ, იმეორებს იგივეს. ნუ თუ მართლა თავიდან კომბოსტოში ვიჯექი. მერე როგორც ციცილა ისე გამოვიჩეკე? გადავწყვიტე გამეგო ეს თუ არის ნამდვილი და ბოსტანში უჩუმრად ჩავიპარე ამ დილით. რაც კი იყო კომბოსტო, ყველა გადავარჩიე. ნეტავ ასე ძალიან რატომ უყვართ ბაჭიებს? გავაცალე ფოთლები, ერთიც არ შევარჩინე. ჯერ აქ ბავშვი ვერც ერთში მე ვერ აღმოვაჩინე. წამალი. დაბერდა დათვი მიხაკო. თათებში ძალა ეცლება. ხისკენ წეროზე თაფლისთვის კვლავ ძველებურად ვერ ძვრება. სულ უდარდელად გალია თავისი ყმაწვილ დათვობა, არც ნადირობას იკლება, არც ტკბილი თაფლით დათრობას. გუშინ ექიმა კოდალამ კარგად გასინჯა და მერე უთხრა, უზომო სმაჭამა იცოდე დათვსაც აბერებს. ის დრო წავიდა, როდესაც თაფლს ფუღუროში ეძებდი. ახლა თაფლს წამლად მიიღებ, ტყის აფთიაქში, რეცეპტი. ენატანია ჩიტები. როცა რაიმეს ჩავიდენ, ვერ დაუმალავ დედიკოს. მუდამ მიკვირდა, ნეტავი ვინ უნდა გააგებინოს. ჩემმა ძმამ ქილა გატეხა. ფიცავ, მე არ გამიცია. ენის მიტანა დედასთვის თურმე ჩიტებმა იციან. გუშინ ვიჩხუბე და დედამ საყოდურებით ამავსო. ვერ დამიმალავთ ვერაფერს ჩიტი მომიტანს ამბავსო. მე და ჩემს ტოლებს ფეხბურთში როგორ მოგვიგეს დიდებმა, თურმე დედიკოს ესეც კი შეატყობინეს ჩიტებმა. ზამთარში მათთვის საკვები რამდენჯერ გამიტანია. ნეტა ვიცოდე, რომელი ჩიტია ენატანია. რა დახატა ბაქარი? ხატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯო ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზაშარა. მერე დიდი სახლი და გზას დახატა თავიდან. გზასთან ღობეებია, გზაზე მიდის ბებია. სახლის გვერდით ბაღია, იქვე ჭა თავღია. წასთან სხედან ქათმები, ბაღში მოჩან სატმები. ბაღთან ძროხააბია და ბავშვები დარბიან. დააკვირდით, აქ არის თვითონ ჩვენი ბაქარიც. თურმე იმას ხატავდა, რაც გულში აქვს ნატრა და სოფელი და ბებია როგორ მონატრებია. მელა და კომპიუტერი. თურმე კომპიუტერი უყიდია მელიას. უამისოდ ტყეშიც კი დღეს ცხოვრება ძნელია. დადგა თავის სოროში. ინტერნეტიც ჩართო და ახლა დაღამებამდე არაკლია გართობა. ჩეთში ესაუბრება ლამაზ ვარიგებს, ზოგს სიყვარულს უხსნის და ზოგსაც ჭკუას არიგებს.
აღმოწერა თამაში. სუპერმელა ნადირობს. თაგუნიებს მინდორში ბთღვირი უნდა ადინოს. მონიტორის ცქერაში სულ დაკარგა გონია, მაუსს ისე დახურებს, მინდვრის თავი ჰგონია. პირზე ნერწყვი მოადგა. ცოტაც კიდევ ეწამა. ბოლო-ბოლო მაუსი მართლა შემოეჭამა.